ერთი დღით ყველაფერი შეიცვალა. პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი საწნახელში ჩავიდნენ. ევროპული ქვეყნების მერები და ბაეთებმა აცეკვა. დღეს თბილისობა კულტურულ ღონისძიებებმა ქალაქის ძველი უბნები მოეცვა. რამდენიმე დღით ქუჩების სცენებად გადაიქცევა. დღეს ყველა ცდილობდა ყოფილიყო განსხვავებული. უცხოელი სტუმრები ტივზე გაღვივებულმა ნაკვერჩხალმა გააკვირვა, დანარჩენები კი დუდუკების ჰანგებმა ამღერა. თბილისობა 2010 მარი კუბლაშვილი და სოფო ხუციშვილი ერთად გიამბობენ იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც დღეს დედაქალაქში გაიმართა. Tvis დღესასწაულზე ტრადიცია არ დაირღვა და უზარმაზარ საწნახელში წელს 10 ტონა ყურძენი დაიწურა. ამ პროცესში მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და მთავრობის სხვა წევრებმა. ყველა ერთად მხედრული, წყობრი ნაბიჯით, დიდ საწნახელში რქაწითელი ძველი ქართული წესით დაიწურა. 1 საათში ყურძნის წვენით სულ 5 კასრი შეივსო. ძალიან კარგი განწყობა მაქვს, როგორც უნდა გქონდეს დღევანდელ დღეს. დღეს არის ჩვენი ქალაქის ზეიმი, მეულოცავ ყველა თბილისელს და არა მარტო თბილისელს. ამინდის მიუხედავად ეს თბილისელებს არ გაგვიფუჭებს ხალის და ეს ორი დღე მინდა რომ იყოს განტვირთვის დღე ყველასთვის, რომ დავისვენოთ ყოველდღიური ცხოვრებისგან მოუწყლეთ. პროგრამა საინტერესოა და მრავალფეროვანი. ეს არის ქართული პარმაზანი. გემო ყველსაც გაუსინჯეს. მრავალფეროვანი რძის პროდუქტი ყველის ფესტივალზე გამოიფინა. ვარდების მოედანზე ნადუღის და ყველის დიდი არჩევანი იყო. წარმოდგენილი არის ქართული პარმაზანი. ეს მზადდება ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ვაიოს ველებზე მესხეთში, ასპინძ რაიონის სოფელი ხიზავორა, ძროხის ყველი არის ნატურალური, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელით მოწველილიც, დამზადებულიც, გაკეთებულიც. არომატიც ძალიან გემრიელს, ტრადიციულად თბილისობაა. აუცილებლად. ეს ისეთი დღესასწაულია, რომ არ შეიძლება რომ არ მოხვიდე და არ ნახო. თბილისელების და არა მხოლოდ თბილისელების ყურადღება დღეს ძველმა ავტომობილებმაც მიიქცია. 15-მდე მანქანას შორის ყველაზე ძველი მოდელი BMW-ს მარკის ავტომობილი იყო, რომელიც 1936 წლით თარიღდება. მომეწონა მე აი ძველი ეს მანქანები, საბჭოთა კავშირში გამოშვებული მანქანები, რომლებიც ჩემი დროის მანქანა არის. ძალიან მიმზიდველია, ძალიან ლამაზია. აი ყველაზე კარგია რომ აი ძველი მითაა გაფორმდეს, ძველი მის შენახულია ძველი მანქანა და აი ბევრი შეინახავდეს ასეთ მანქანებს ძალიან კარგი იქნება. ვარდების მოედანზე აჟღერებული ყველა სიმღერა მიეძღვნა თბილისს. სახალხო დღესასწაულმა სხვადასხვა ასაკის ადამიანი გაერთიანა. სულ ხშირად ვიყავ, მაგრამ დღეს რაღაც განსაკუთრებულად გამოვედით ტელეოჯახით, რადგან სტუმარი გვყავს ბელორუსიდან ჩამოსული და სპეციალურად ამ დღისთვის დარჩა. თბილისობას მგალობელი მგალობს, თბილისელობს მომღერალი მღერის. გავიხედეთ შემოვლად ხალხო! თბილისობა მღერი! თბილისის უძველესი ტრანსპორტით, ფაეტონით თბილისელები დღეს მხოლოდ სეირნობდნენ, ისევე როგორც ტივით, სადაც ჩემი კოლეგა სოფო ხუციშვილი მთელი დღის განმავლობაში ათვალიერებდა ძველ თბილისს. ისაც თბილისი ძალიან ადრე ხდებოდა, დღეს სპეციალურად თბილისობისთვის კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ტივი, ტრადიციულად ყარაჩოღლები, ქართული სიმღერა და ქართული სასმისით შესრული ქართული სადღეგრძელო. თბილის გაუმარჯო! სანამ მტკვარს ძველ თბილისში ტივით ჩაუყვნენ, დედაქალაქის სადღეგრძელო რამდენჯერმე შესვეს. უკრავდნენ არღანს, მღეროდნენ ბაიათს და ქართული ტრადიციული სასმისით დედაქალაქის სადიდებელს სვავდნენ. ბარათაშვილიდან მეტეხის ხიდამდე რიგითი მოქალაქეები ფოტოკამერებით ხელში თვალს ტივით სეირნობის ძველ ტრადიციას ადევნებდნენ. სანახაობა შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად გაოცება და აღფრთოვანება სახეზე უცხოელ სტუმრებს ეტყობოდათ, რომლებიც დღევანდელი დღის მონაწილეები იყვნენ. შეხედეთ, ჩვენ წყლის ზედაპირზე მოძრაობთ, ძალიან შთამბეჭდავია. ასეთი და მხოლოდ ჰელკბერბინის თავგადასავალში წამეკითხავს. გასაოცარი შეგრძნება, მიხარია რომ დღეს აქ ვარ და ამ ყველაფერში მონაწილეობას ვიღებ.
ამერიკაში დაბრუნებისას ამაზე ძალიან ბევრჯერ მოვყვები. დაუვიწყარი ემოცია გამყვა აქედან. ტივი ცეირნობა ძალიან მომწონს. მათ გვინდა ვანახოთ ის ცოცხალი ტრადიცია, რომელთაც თბილისი ოდითგანვე ამაყობდა, რომელთაც თბილისი იყო მდიდარი, ქართული სიმღერა, თბილისური კოლორიტი, თბილისური ცეკვა და ამავე დროს მწვადი ქართული ღვინო. სოფლიოს 46 ქალაქიდან ჩამოსულ სტუმრებს ქართული ღვინის კვალი მალე დაეწყოთ. სადეს ქართული ცეკვა. უცხოელებს მასმინძლებით საყვნენ და რამდენიმე წუთში გიორგი ბარამიძე მეერღნის პროფესია მოირგო. ჩემთვის აქ ყველაფერი სიახლეა. თბილისში პირველად ვარ. ჩემს ქვეყანაში უამრავი ემოცია მიმყვება. არ ვიცი საიდან დავიწყოთ ხრობა, ტივით, ქართული სუფრით თუ ჰანგებით, რომელიც აქ ისმის. თქვენ საოცარი ტრადიციების მქონე ხალხი ხართ. ყველაზე მეტად ისმაოცებს, რომ არ არსებობს ზღვარი რიგით მოქალაქეებსა და მთავრობის წევრებს შორის. თქვენ ყველა ერთად აღნიშნავთ საერთო დღესასწაულს და ეს ძალიან მომწონს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიყო თბილისელებთან, ყარაჩოყელებთან, თანამედროვე ყარაჩოყელებთან ერთად და ჩვენს წევრებთან ერთად. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევიარჩუნოთ ეს ტრადიციები და ამავდროულად განვავითაროთ. სანახაობის კულმინაცია ქართული ფოლკლორი იყო. სხვადასხვა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა უცხოელი სტუმრები ქართულ ხელოვნებას აზიარეს. ტივი, ყარაჯოღლები, ქსოვრელები და ქართული სუფრა. იმაზე რაც დღეს ძველ თბილისში ხდებოდა, ბევრჯერ ელაპარაკებენ და არა მხოლოდ უცხოელები.